მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი და დღევანდელი ჩემი გადაცემის თემა ეძღვნება ტაძრის პრობლემას, ანუ ტაძართან დაკავშირებით, რომ ლანძღავდნენ სასულიერო პირებს და მამაშალვა კეკელიას რო შეუვარდნენ ტაძარში და დაიწყეს მისი გალანძღვა სამშვიდობო აქციაზე და ეს არის არასწორი საქციელი და დღევანდელი ჩემი გადაცემა ეძღვნება ეკლესიის დაცვას. მე ვარ მართლმადიდებელი და მაზიარებელი ტაძრის და რასაც არ ვემხრობი, ის არის სასულიერო პირების ლანძღვა და მათი გამოყვანა აქციაზე და აქცია არ არის მათი ადგილი, ჩვენ ვლოცულობთ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანები, ვლოცულობთ ერის და ბერის მშვიდობაზე, საქართველოს სრულიად საქართველოს მშვიდობაზე და აი ეს ადამიანები რესურსს არ კარგავენ იმისთვის, რომ ადამიანები გალანძღონ და ქალბატონი ნინო შიოლაშვილი, პატრიარქის დიშვილი გამომივარდა კომენტარით, რომ შენ მეგობრობიდან ახსნი, შენ ალბათ ტაძარს, აი გონა რომ ტაძარს ვლანძღავდი, ალბათ როცა ტაძარს მე ვიცავ და ტაძრის მხარეს ვარ და მე ვარ ეკლესიის მხარეს, იმიტომ რომ ეკლესია არის ერთადერთი ადგილი, სადაც ჩვენ ყოველთვის სულიერ სიმშვიდეს ვგრძნობთ. მე ერთ რამეს ვიტყვი, ჩემო ძვირფასებო, ჩემთვის აქცია, პრეზიდენტი, კანდიდატი, პოლიტიკა არ არსებობს, ჩემი მხოლოდ პოლიტიკა და ჩემი მსაჯული არის უფალი და უფალთან ყოფნა და ტაძარში ზიარება. ტაძარში როცა ვეზიარებით, ჩვენ სისხლს და ხორცს რომ ვიღებთ, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ აი ეს, რასაც ვხებულობთ, ეს არის ჩვენი საკურნებელი სული და ხორცი. რატო ვიძახით საკურნებლად სულისა და ხორცისა, ხო? ეს არის ჩვენთვის მიღებული. რაც შეეხება მამაშალვა კეკელიას რომ შეუვარდნენ და რაღაცეები რომ მილანძღეს. ეს არის ძალიან ცუდი რაღაც. ერთხელაც მოთმინების ფიალა ტაძარსაც აევსება და გამოვა იმის საკითხთან დაკავშირებით, რომ ეს რაც ხდება, ეს ჩვენ არ მოგწონს ნამდვილად. ჩვენ ვართ მაზიარებლები და ტაძარს ნურევთ ბინძურ თქვენს კლანში. ჩემი შემდგომი გადაცემის სტუმარი იქნება რომელიმე მამაო და ამაზეც კომენტარს გააკეთებენ მამები. ჩვენ ყოველთვის მუდამ თქვენთვის გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და უყურეთ ჩვენს გადაცემას, რადიოსნაირი გადაცემაა და გთხოვთ რომ უყუროთ აუცილებლად. მე გამლანძღეს აქციის წევრებმა, იმიტომ რომ მათ რომ არ ვემხრობი და მათ წყალს რომ არ ვსვავ, ალბათ იმიტომ რომ გამლანძღეს და ძალიან ცუდი სიტყვებით მომიხსენიეს და მე მათ მივმართავ ჩემი გადაცემის მეშვეობით, თქვენს ბოზმამიდებს მიხედოთ ჯობია. მადლობა დიდი და გთხოვთ უყუროთ ჩემს გადაცემას, გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი და არ დაგავიწყდეთ ჯარის ხილაკიც და უფრო მეტ სიახლეებს შეიტყობთ. ქართული ოცნების ახალ არჩეულ პრეზიდენტს ბატონ მიხეილ ყაველაშვილს ვლოცავთ გაპრეზიდენტებას და იმედი მაქვს რომ ინაუგურაციას გადავიღებთ და დავდებთ. მადლობა თქვენ და მადლობა ყველას.